აი ბიზნესი რო ესე ვითარდება კაია ეკონომიკისთვის, მაგრამ აბა ვკითხოთ აი ამ გოგო ბიჭებს, ვინც მუშაობენ. ერთ კაცს ავალებენ 3 ადამიანის საქმეს. არის მოლარე, არის ვთქვათ, კონსულტანტი, არის დამლაგებელი. და იღებს ერთის ხელფასს. უნდა იმუშაოს 3 კაცმა და მუშაობს ერთი. თუ კაცმა უნდა იმუშაოს, ვთქვათ, სამუშაო დღეში 6 საათი, მუშაობს 9 საათი. მაგრამ შემოსავალი მას აქვს იგივე. რატო? თუ ამით მდიდრდება დამქირავებელი. და საოცარია, როცა ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭები ვეღარ ძლებენ, ბუნებრივია და შეუძლებელია ასე მუშაობა. და ეუბნება, რომ აი უფროსო, მენეჯერო თუ ვინც ახარ, მე ვეღარ მუშაობ ესე. აი რა უნდა იყოს პასუხი თქვათ იმისგან? თუ არ გინდა წადი. განა ის რომ თქვათ შენ ამას შეუმსუბუქო და გაუნაწილო შემოსავალე შენი სხვასაც. ხო? შემოგდის მერტმა შეგარგოს. უამრავი საშუალება სვით დაჭირვებაზე. იმიტომ რომ მე ადამიანი დღეს აი ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან. ხედავენ უსამართლობას. მათი შრომა არ ფასდება და დამქირავებელი წურავს, ბოლომდე წურავს. ადამიანი მივა თქვათ ოჯახში, ძიძად, უნდა თქვათ ბავშვს მოუაროს, მოელაპარაკება და ამ დროს ოჯახის უფროსი დაავალებს მას დიასახლისობას, დალაგებას, გასეირნებას, ძაღლის ჭამას, კატის დაბანვას. ალბათ წასვლას ხელში მის მაგივრად სხვასთან შეიძლება, რა ვიცი. მაგრამ ხელფასი იგივე რჩება. თუ უნდა ემუშავა თქვათ 10-დან 6-მდე, მუშაობს 8-დან 12-მდე ღამის. ხელფასი იგივე რჩება. რატო? აი ეს არის სწორედ აი რაც მრავლდება ჩვენი ცოდვები. ერთ-ერთი ეს არის. ეს უსამართლობა. და დაჩაგვრა აი ამ ადამიანებისა. ეს არ შეიძლება, ეს უსამართლობაა. და ესეც აი მე ჩვენი ლოცვები არის მინერა, ბევრი მათგანი ეკლესიურია, რაღაცა ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, ეფრემასურს ლოცულობს, რაღაც თავს უწყობს, იატაკს, მაგრამ აი ეს მომხოჭელობა ისე ჩაეხვია მის გულს და სულს. ამით ხარჯებს ზოგავს და ჯიბეს ისქერებს.